წავიდა 20 თებერვალზე მოგესალმებით. ეს არის 20 თებერვალი ჩემო არქივმაყურებლებო. ეხლა მე მინდა თქვა ხვალინდელ გასამართ მატჩებს რა შეეხება ასე დავიწყოთ. ხვალინდელ გასამართ მატჩებს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია ხვალ ხუთის კერძო სპორტსანზე და უნიკალურზე 900 აკლია შემოგთავაზე საკალათბურთო ნაკრები თამაშობს ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი კერძო დანიელს მითამაშებით და ასე ვთქვათ რომ ისში ძალიან დაგებული თამაში გამოდგება, დრამატული თამაში გამოდგება, მაგრამ ჩვენთვის სასიკეთო რა თქმა უნდა და ძალიან მოუწონებთ ელოდებით. მე დაბრუნებული ვარ ჩემო YouTube მაყურებლებო, ჩემო არქივმაყურებლებო, ძალიან მოუწონებთ ელოდებით და პრინციპში მინდა იცი თქვა რომ თამაში ხვალ როგორც ვიცით 900-ზე იქნება და ძალიან დაგებული ზოლა იქნება და დრამატული მატჩი იქნება ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩები მხოლოდ ორი მატჩია დარჩენილი, რომელიც 21 ხვალ 900-ზე შემოგთავაზა საზოგადოებრივ პირველი აქციაში. შემდეგ მე მინდა კიდე გავამახვილო ეხლა ჩემი YouTube-ზე და დავწერე სპორტი დავდე უпростоად განცხადება დავდე და იქ არის ჩვენი ნაკრების შემადგენლობა შემოკარგებულ დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ შეხვიდეთ ჩემი YouTube-ში და გაეცნოთ რომ ჩვენი ნაკრები რა შემადგენლობის ხდება ევროპის საკვალიფიკაციო მატჩებს, რომელიც კერძოდ 2025 წლის ზაფხულში უნდა გაიმართოს ევროპის ბასკეტის ჩემპიონატი, ევრობასკეტის ჩემპიონატი, რომელიც ზაფხულში გაიმართება აუცილებლად და მე-7-ჯერ თუ აღწევით ზედიდეთ მიიღებს საქართველოს ნაკრები უდიდეს შანსს რომ ვითამაშოთ ევრობასკეტზე და წავდგეთ ჩვენ საქართველოს ნაკრები როგორც დანარჩენი ნაკრები, ესპანეთი, სლოვენია და ესეთი უძველესი ნაკრებები. თუნდაც თურქეთის ნაკრები, რომელსაც დრამატული მატჩი გამოდგა და ორივე ტაიმი დაჭიდა ჩვენ ნაკრებს იმისთვის რომ თამაში მოეგოთ 88-93 დასრულდა ეს თამაში. რა თქმა უნდა შემაგინი გაგვიგდეს, მე სანაზე გაგვიგდეს და ასე შემდეგ ასე ვთქვათ სამრო მამუკელაშვილის წვლილი და ყველა იმ თითოეულ კალათბურთელის წვლილი იყო რომ ჩვენი მატჩი შევძელით გამარჯობა სამწუხაროდ ჩვენ ევრობასკეტზე ერთი გამარჯვებით გამოვირჩევოდით, რომელიც თბილისში იყო შესაძლებლობა და შანსი არ გქონდა და პრინციპში დაკუნებული ვარ რომ ეხლა უდიდესი შანსი გვექნება. კიდე რაც შეეხება მე მინდა გითხრათ რომ დანარჩენი ეხლა რაც შეეხება ზაფხულში იქნება ეს გაიწვევა ამ ორი თამაშიდან, ამ ორი მატჩიდან რა თქმა უნდა და პრინციპში მე მინდა ეხლა ჩემო არქივმაყურებლებო, ჩემო YouTube-ის არქივმაყურებლებო გადავიდეთ ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე. ეხლა კი რაც შეეხება ფეხბურთში სოფლიო სპორტის შესახებ საერთოდ ეხლა მოგახსენეთ ჩემი აზრი და ჩემი განცხადება რა შეეხება ეხლა გუშინდელ მატჩებზე და გუშინწინდელ მატჩებზე გეკვით ძალიან მოკლეს. გუშინდელ მატჩებში როგორც ვიცით ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და ერთი ასისტი მიითვალა. ძალიან შესანიშნავი თავისუფლება დატოვა ასე ვთქვათ და ლუის ენრიკეს გახარება ისე გამოხატავდა თითქოს ისე გაუხანდა კი რა თქმა უნდა თქვენმან გაიტანენ მარკონამან გაიტანა ხვიჩამა საგოლიკაში მიითვალა და საერთო ჯამში ბრესტი 3-0 წინა მატჩი წაგებული და 7-0 წააგო ეხლა საპირისპირო და საერთო ჯამში 10-0 მოხდა, 10-0 მოუგო პარის სენ-ჟერმენმა, რასაც ქვია გაანადგურა მიწათა გაასწორა ასე ვთქვათ, რასაც ქვია გადაუარა და გაანადგურა თუნი ამ მნიშვნელობით
სპორტული მნიშვნელობით. კიდევ პრინციპში მე მინდა გითხრათ, რომ მე როგორც ასეთი გული მიბნოდა ჩემო ახალ მაყურებლებო, რომ ხვიჩას საგოლე პარტი და გოლი უეჭველი იქნებოდა, ხო და პრინციპში როგორც ასეთი დრო არის, რომ უკვე ათამაშდა ჩვენი ქართველი ბიჭი, როგორც სხვები არიან ჯორჯ მიქაუტაძე და ასე შემდეგ და კიდევ პლუს მინდა გითხრათ დანარჩენი რაც შეეხება მანჩესტერ სიტმა გუშინ კერძოდ ესპანეთთან ესპანეთში მადრიდის რეალმა მანჩესტერ სიტი მიიღო და კინიან მბაპემ ჰესტრიხი შეასრულა სრული სიგიჟე მოხდა, იმიტომ რომ 3 ბუთი გაიტანა ერთმა ფეხბურთელმა კინიან მბაპემ და რაც შეეხება აქედან გამომდინარე სულ რამდენჯერ ხდება მანჩესტერ სიტი მახსოვს რომ მადრიდის რეალი დაუბრუნებელი მეტოქე გახდა ანუ ვერ დაძლია და ვერ გადალახა ის ვერ გატეხა ნავსი ვერ გატეხა ვერ გასდა რეალს ამჯერადაც და მანჩესტერ სიტი დარჩა ჩემპიონთა ლიგის მიღმა თავისთავად Paris Saint-Germain-ზე მოგახსენეთ რომ გასულია უპრობლემოდ გავიდა მერვე ფინალში ხა ბერსტის ისეთი სიძლიერე არ გამოუჩენია რომ ორივე გუნდი თამაშობდა შეკრებები აქვს და ესე შემდეგ კიდევ პლუს მე მინდა გითხრათ დორტმუნდი ბორუსიამ 3-0 მოიგო წინა თამაში და აქ 0-0 დასრულდა სპორტინგი დორტმუნდი ბორუსია ანუ სახში 0-0 ითამაშა და თავისთავად გავიდა დორტმუნდი იმ წინა მატჩის წყალობით რომელიც 3 პასუხო გოლი გაუტანა სპორტინგ რომელსაც ჩვენ ერთ-ერთ ქართველ უკავშირეს ტრანსფერი აქ არის 3 გუნდი როგორც წინა ვიდეოში ვთქვით ქოჩორაშვილზე მაგრამ ჩემი აზრით ჩემო არხით მაყურებლებო მე მინდა თქვენ დაწეროთ კომენტარი ქოჩორაშვილი რომელ გუნდზე გააკეთებს არჩევანს და საგააგრძელებს კარიერას ასევე მე მინდა გითხრათ ჯორჯ მიკაუტაძე მიასი გოლი გაიტანა კარიერაში და ეს აღსანიშნავია ჩვენი ქართველი ფეხბურთელი რომელიც ყოველნაირად ცდილობს რომ თანდათან აიმაგროს და უკეთეს ფორმაში შევიდეს და არცერთ იქნება შემოკარგება როგორც გავცემდა კიდე მე მინდა ეხლა გავამახვილო ყურადღება ხვიჩა და ოსიმენი რომ ნაპოლში თამაშობდა დიდი ალბათობა არის იმის მნიშვნელობა და კონცენტრატაც რომ ოსიმენი შესაძლოა Paris Saint-Germain-ის ფეხბურთელი გახდეს და ისევე ამ ორი ფეხბურთელით როგორც ნაპოლში გოლები იყო, საგოლე პასი იყო, ხოლო აი ამ ორი ფეხბურთელზე იყო გუნდი აშენებული და ანუ დაფუძნებული რა გუნდი პასები გინდა აი საგოლე პასები და ყველაფერს ეხლა მე მინდა კიდევ ვთქვა რომ გუშინ წინდელ თამაშებსაც მოგახსენებთ ეხლა გუშინ წინდელი რაც შეეხება ბენფიკამ მონაკო გააგდო სულიან სიტყვებით 3-3 მოჩა, მაგრამ საერთო ჯამში მონაკოს არ იყო გოლები 3-4 წააგო საერთო ჯამში და ავტომატურად ბენფიკა არის მერვე ფინალში. ასევე მე მინდა გითხრათ, რომ სრული სიგიჟე მოხდა სელტიკი მიუნხენი ბაიერნის მატჩით, რომელიც დაძაბულობა შეინიშნებოდა ბოლო სრული დრამატული წუთები იყო და ბოლო წუთზე სელტიკმა ვერ გაუძლო და ვთქვათ ბურთი მაინც გავიდა კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი და შემთხვევაში ავტომატურად მიუნხენის ბაიერნმა მოიპოვა მერვე ფინალის საგზური. ასევე მე მინდა კიდე გითხრათ რაც შეეხება კილიან მბაპეს რომელსაც ჰქონდა ცუდი კარიერა დასაწყისი ცუდი ჰქონდა იმ ხრივ რომ მადრიდში ვერ თამაშობდა ისე როგორც Paris Saint-Germain-ში იყო და ესე მე მინდა ვთქვა რომ პლუს კილიან მბაპე თქვენ გახსოვთ ალბათ ლიონელ მესი და
პლუს კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრებმა, რომელმაც 3 ბურთი გაიტანა, 3 წუთში 3 ბურთი გაიტანა და მოახერხა ის დამატებით დროში სუფთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი იყო ძალიან კარგად მახსოვს, რომელიც 18 დეკემბერი თარიღდება და ესეც მე ვთქვი, რომ არგენტინა გახდება მსოფლიო ჩემპიონი მეთქი და ეს გარდაუვალი იყო ჩემო კარგებო, ჩემო არხის მაყურებლებო. ახლა კი მე მინდა გითხრათ ესა ერთხელაც შეეხება ბარსელონას ლივერპული, ისინი პირდაპირ მერვედფინალიდან წავიდნენ, იმიტომ რომ ლივერპული პირველი ადგილიდან 8 გუნდი გადიოდა, საუკეთესო გუნდი პირდაპირ მერვედფინალში. ასე რომ რაც შეეხება დანარჩენ მატჩებს, პროგნოზები უახლოეს მომავალში კენჭითხრა იქნება, წლისხრა იქნება და გადანაწილდება გუნდები, ვინ როგორ შეხდება და რა პოზიციაში და რა ფორმაში შეხდებიან ეს გუნდები და ვინ როგორ აჯობებს. ამაზე დამოკიდებულია საერთოდ გუნდი როგორი ფორმის შეხდება, როგორ ფსიქოლოგიურად შეხდება ამ მატჩს და თითოეულ კიდე მე მინდა გითხრათ ბუდურ ზივზივაზე, რომელიც არ მინდა დამავიწყდეს და ამასაც შეგახსენებ, ბუდურ ზივზივაზე, რომელმაც საქართველოს ნაკრების 2 ნიშნულოვანი გოლი გაიტანა და პრესებში მე მინდა რომ ბუდურ ზივზივაზე მეტი სათამაშო დრო მიეცე ჩემ არხის მაყურებლებო და თქვენი აზრი მაინტერესებს, თქვენ რა ფიქრობთ ჯორჯი იმ პოზიციაზე თამაშობს, სადაც ბუდურ ზივზივაზე თამაშობს და პრინციპში მე მინდა რომ ზივზივაზესაც მიეცეს რაღაცას და მე ვხედავ მაგალითად ბუდურ და მიქავტაძეს კარგი ტურელი გამოუვა პასებით ხვით და როგორ შეთამაშდებიან, მე ეს მინდა რომ მოხდეს აუცილებლად და ამისთვის რა ვიცი, აბა ვინისანი უნდა გადაწყვიტოს, როგორც უახლოეს მომავალში ამასაც მანე მოგახსენებთ შემდეგ ანონსში, ძალიან ერთი თვეა დარჩენილი მანამდე მე მინდა კიდე გითხრათ, აგერ რაც არის ეხა ამ მატჩებიდან გამომდინარე, კიდე შეეხება ჩემპიონთა ლიგაზე პრინციპში როგორი გამოდის, იცი ეხა პარის სენ-ჟერმენი გავიდა რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი დიდი ალბათობით რეალს შეხდება ან მიუნხენის ბაიერნს და თქვენი აზრით მაინტერესებს რომელ გუნდს შეხდება პარის სენ-ჟერმენი და როგორ მიიმჩნევთ გააგრძელებთ პარის სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ბრძოლას თულად მეჩვენება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ ესპანეთზე უკეთესი გუნდებია და პლუს მე მინდა რომ მათთვის ანახაობრივი ჩემპიონთა ლიგა იქნება. ახალი ფაზა ჩამოყალიბდა და 4 გუნდი რო იყო, ეგრე აღარა უკვე აგიხსენით პრინციპი 8 გუნდი, 8 საუკეთესო გუნდი გადის პირდაპირ მერვედფინალში და 24 საუკეთესო გუნდი პლეიოფის სახით შეუძლია ითამაშოს პლეიოფის სახით და გადავიდეთ მერვედფინალში. ამ შემთხვევაში 8 საუკეთესო გუნდი პირდაპირ მერვედფინალში მოხვდა კიდე ერთხელ ხალხგასმით აგიხსენით. ეხლა მე მინდა შეეხებათ მაქსიმალურად გააზიაროთ და გაიქოთ გამოიწეროთ ჩემი არხი ბევრ საინტერესო ამბებს შემოგთავაზებს მომავალში. მადლობთ. შვენიერი.